მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე. მე ლევან სუთიძე ვარ, გმადლობთ რომ გიყურებთ. დღეს ჩვენი სტუმარია წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ვარლამ რამიშვილი და მასთან ერთად ჩვენ ქრისტიანობის მესამე შტოზე პროტესტანტობაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით პასტორ ვარლამ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მოგზავნით, ჩვენთვის ეს პატივია. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს რეფორმაციაზე. ძალიან ბევრნაირი ხედვა არსებობს, რატომ დაიწყო რეფორმაცია, რა იყო მისი მიზანი, როგორ გაგრძელდა ის, დღეს როგორია აი ამ რეფორმაციის შემდეგ წარმოშობილი ქრისტიანობის მესამე შტო, როგორც უწოდებენ ხოლმე, ხო მას? თქვენი მოსაზრება როგორია? რატომ დაიწყო რეფორმაცია მე-16 საუკუნის აი ამ დასაწყისში? უპირველეს ყოვლისა გამარჯობათ. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისათვის. მინდა მოგილოცოთ ადვენტის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ ადვენტი ეს არის წინა საშობაო პერიოდი, როცა ეკლესია განსაკუთრებით ემზადება ქრისტეს შობის აღსანიშნავად და განწყობილია უფრო მეტი დრო დაუთმოს ქრისტეს მოსვლის ამ ქვეყნად გაჩენის გააზრებას. მართალია ქრისტიანები სხვადასხვანაირად ემზადებიან, სხვადასხვანაირად მარხულობენ, მაგრამ ყველა ქრისტიანი დღეს ემზადება და განსაკუთრებულად სულიერ აქტიურობაში იმყოფება ამ უდიდესი დღესასწაულის, უდიდესი მოვლენის აღსანიშნავად. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჯერ ნება მიბოძეთ, რომ ზედაპირულად შევეხოთ აი ამ საკითხს. როგორ გონია თქვენ ბატონო ლევან, რა არის დამაჯერებელი ტყუილი? ტყუილი, რომელშიც ბევრი სიმართლეა. სავსებით გეთანხმებით. მე არაერთ გზის მსმენია, რომ პროტესტანტობა ეს არის პროტესტი ეკლესიის მიმართ. პროტესტანტობა ეს არის პროტესტი ჭეშმარიტების მიმართ და ასე შემდეგ. კიდევ სხვადასხვა მითია გავრცელებული პროტესტანტობის შესახებ, მაგრამ ჯერ მოდით ვთქვათ ის, რომ ქრისტიანობა არსებობს სამი სახელწოდებით. ეს არის მართლმადიდებლობა, კათოლიკობა და პროტესტანტობა. და რომ შევეხოთ თავად სახელწოდებებს, ტერმინებს, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა ეს მართლმადიდებლობა, ვინაიდან მართლმადიდებლობა სიტყვასიტყვით ნიშნავს ჭეშმარიტ განდიდებას, ეს არის თარგმანი ბერძნული სიტყვისა ორთოდოქსია, რომელიც თავისუფლად ორი სიტყვისაგან შედგება, ორთოს, რაც ნიშნავს ნამდვილს, ჭეშმარიტს და დოქსა, რაც ნიშნავს განდიდებას, ქებას, პატივის მიგებას. მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ მართლმადიდებელი, იმიტომ რომ ქრისტეს რწმენა ეს არის ღმერთისათვის საკადრისი ჭეშმარიტი დიდების მიგება. მაგრამ ქრისტიანობა არა მარტო მართლმადიდებლობაა, ქრისტიანობა აგრეთვე კათოლიკობაცაა. რატომ? იმიტომ რომ თავად ამ სიტყვის ტერმინის მნიშვნელობა მიუთითებს ქრისტეს რწმენის საყოველთაობაზე. ქრისტეს რწმენა, ქრისტიანული რელიგია ეს არ არის კაცების რელიგია მარტო, ან ქალების რელიგია, ან მდიდრების რელიგია, ან ღარიბების რელიგია, ან თუნდაც მარტო ებრაელების რელიგია. ქრისტიანული რელიგია, ქრისტეს რწმენა ხელმისაწვდომია და საყოველთაოა. ის ყველასათვის არის. მახსოვს რომ ჩვენ წირვაზე ყოველ კვირას ვაღიარებთ სამოციქულო რწმენის სიმბოლოს. და სამოციქულო სადაც სიტყვა მართლმადიდებლობა არ არის, სადაც არის სიტყვა კათოლიკე ეკლესია. და ერთი პროტესტანტი გამინაწყენდა და გაგვინაწყენდა კიდეც, აი თქვენ აღიარებთ უკვე ყველა კვირას რომის კათოლიკურ ეკლესიასო და თქვენ რწმენას აცხადებთ ამ ეკლესიის მიმართო. ეს რა თქმა უნდა უბრალო უმეცრება იყო, იმიტომ რომ სიტყვა კათოლიკობა არ ნიშნავს, კათოლიკე ეკლესია ამ კონტექსტში არ ნიშნავს, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი იყო, არამედ
ტერმინების დონეზე ვსაუბრობთ. ეს სიტყვა მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტეს რწმენა არის საყოველთაო ყველასათვის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოციქულებს არ ეკადაგათ ქრისტეზე და დარჩენილიყვნენ იქ იერუსალიმში, პალესტინაში. დღეს სად ვიქნებოდით ჩვენ? კაცმა არ იცის. გარდა ამისა, თუ ტერმინების დონეზე ვიმსჯელებთ, ქრისტიანობა აგრეთვე არის მართლმადიდებლობისა და კათოლიკობის გარდა პროტესტანტობაც. და რას ნიშნავს პროტესტანტობა? როგორც უკვე გითხარით, ზოგი უმეცრებით, ზოგი კიდევ ბოროტი განზრახვით, ტყუილის გავრცელების ორი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს, ხო ასეა? ან გულწრფელი უმეცრება, როცა ადამიანს არ აქვს შემეცნება რაღაც საკითხის მიმართ, ან ბოროტი განზრახვა, როცა იცის და განგებ ამახინჯებს სიმართლეს. ასეა თუ ისე იქ სადაც პროტესტანტობაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს, ან პროტესტანტები თავად უმცირესობაში არიან, შეიძლება იყოს ნათქვამი და ადვილად შეიძლება დაიჯერონ ადვილად, რომ ეს მართლაც ასეა, რომ პროტესტანტობა ეს არის ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოსვლა. და პროტესტანტი ეს ალბათ უფრო ინტერპრეტაციაა, ხო? ანუ არა მგონია ვინმე სჯეროდეს, რომ პროტესტანტობა თავისთავად, ანუ გამიზნულად იყო რაღაც ჯანყება ჭეშმარიტების მიმართ. ეს ალბათ უფრო ინტერპრეტაციაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთები კიდევაც იჯერებენ. რა თქმა უნდა, განათლებული წრე ან ადამიანები, რომლებსაც ცოტაუდენი შეხება აქვთ ამ საკითხთან, რა თქმა უნდა, მათთვის ეს სასაცილოა. ან კიდევ პროტესტანტობა ეს არის ამერიკული რწმენა, უცხო ჩვენთვის რწმენა. აი ესეთი მითებია გავრცელებული. ერთი რომ ეს არის პროტესტი რაღაცის წინააღმდეგ, მეორე ეს რომ არის უცხო და მესამე კონკრეტულად უცხო ამერიკული რწმენა. რაც შეეხება საწყის რეფორმაციას. რაც შეეხება, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ ისევ ტერმინს უბრუნდები. სიტყვა პროტესტანტობა, პროტესტანტი, თუ გნებავთ პროტესტანტიზმი, არ ვიცი. როგორც გენებოთ, წარმოდგება ლათინური სიტყვიდან პროტესტაციო, რაც ნიშნავს ამ სიტყვის ეტიმოლოგია, ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობა, საჯაროდ გამოთქმას, საზეიმო განცხადებას, დარწმუნებას, აშკარა წარმოთქმას. რა თქმა უნდა, ქრისტეს რწმენა ეს არის საჯარო წარმოთქმა შენი აღსარებლობისა, შენი რწმენისა, იმისა თუ რისი შენ გჯერა, რა თქმა უნდა, ქრისტეს რწმენა ეს არ არის რწმენა, რომელიც მხოლოდ ერთ ადგილას უნდა ისმოდეს, ან და ქრისტიანები შიშის ან განსაცდელის გამო უნდა იკეტებოდნენ რაღაც არეალში, თავის თავში და ვერ ბედავდნენ თავისი რწმენის შესახებ გაბედულად ლაპარაკს. არა, ქრისტეს რწმენა ეს არის საჯარო წარმოთქმა, დარწმუნება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სემანტიკა ამ სიტყვისა, ნიშნულობა მოიცავს თავში შესიტყვებას, შეწინააღმდეგებას, რაღაცის წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ ეხლა რო დაუბრუნდეთ ისტორიას. პირველად ეს სიტყვა, როგორც აღნიშნული ახალი სწავლების, იმ დროს ახალი სწავლების, მარტინ ლუთერის სწავლების მიმდევართა მიმართ წარმოიშვა 1529 წელს. 1529 წელს, ეს არის ისტორიული სინამდვილე, ტერმინებს რომ თავი დავანებოთ, მეორე შპაიერის რაიხსტაგის კრებაზე. რა მოხდა ამ კრებაზე? ამ კრებაზე მოხდა ის, რომ უმრავლესობამ იმდროინდელი იმპერიის, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლოს მეხუთემ და რაიხსტაგის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ აღედგინათ ვორმსის ედიქტის მოქმედება. რა არის ვორმსის ედიქტი? ვორმსის ედიქტი მიღებული იქნა 1521 წელს, ქალაქ ვორმში. რომლის ფონზეც ჩვენ ვსხედვართ. დიახ, რომლის ფონზეც ჩვენ ვსხედვართ. ვორმსის რაიხსტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც
დიდი გერმანელი რეფორმატორი მარტინ ლუთერი გამოცხადდა მწვალებლად, ერეტიკოსად, აიგრძალა მისი ქადაგებების, მისი წიგნების წაკითხვა, ყველაფერი ექვემდებარებოდა განადგურებას, დაწვას და გამოცხადდა ეს რწმენა, ახალი რწმენა, როგორც მაშინ უწოდებდნენ, სახარების რწმენა, ევანგელიკური რწმენა გამოცხადდა კანონგარეში. აიგრძალა. 1526 წლის შპაიერის პირველმა შეკრებამ გააუქმა ვორმსის ედიქტის მოქმედება, მაგრამ 1529 წელს კვლავ მიიღო კრებამ გადაწყვეტილება აემოქმედებინა ვორმსის ედიქტი. და რა მოხდა? მოხდა ის, რომ უმცირესობაში, იმ დროს უმცირესობაში მყოფმა თავადაზნაურებმა, მთავრებმა გამოხატეს პროტესტი. წინ აღუდგნენ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. სწორედ ამის გამო დაერქვათ ევანგელიკური რწმენის დღევანდელი გადმოსახედიდან და დღევანდელი ტერმინოლოგიით პროტესტანტული რწმენის მიმდევრებს პროტესტანტები, მაგრამ ისტორიული სინამდვილეა ის, რომ უშუალოდ რელიგიურ მოღვაწეებს ან უშუალოდ მიმდევრებს კი არ დაერქვა პირველად ეს სახელწოდება, არამედ რაიხსტაგის წევრებს, თავადაზნაურებს. ეს ძალიან სახასიათო მომენტია ქრისტიანობის ისტორიაში ზოგადად. ხო, თავად სიტყვა ქრისტიანობიც, ხო, ნავარაუდებია, რომ თვით განსაზღვრება არ ყოფილა თავად მაშინდელი ქრისტიანების, ხო? მათ ერჩივნათ ერთმანეთისთვის ეწოდებინათ წმიდები, ძმები. როდესაც მათ ეწოდათ ქრისტიანები, ეს ცოტათი შეურაცხმყოფელიც კი იყო, ხო? დაახლოებით ისე ჟღერდა, როგორც თანამედროვე შედარებაში ზვიადისტი, ხო? თქვენ ანტიოქიას გულისხმობთ. ანტიოქიას, სადაც პირველად ქრისტეს მიმდევრებს დაერქვათ ქრისტიანები და ეს იყო, რა თქმა უნდა, არა მათი, ასე ვთქვათ, განმადიდებელი. ღირსების მომგვრელი ტერმინი, არამედ დამამცირებელი. სწორედ რომ რაღაც პარტიულობის აღნიშნული, ხო, რაღაც ჯგუფის მიმდევრები, ხო? სწორედ ასევეა ეს სიტყვა პროტესტანტობაც, არა? ეს თვით იდენტიფიკაცია არ ყოფილა იმ ადამიანების, რომლებიც გარკვეულ რწმენას ატარებდნენ, განსხვავებულს მაშინდელი რომის კათოლიკე ეკლესიისგან, არამედ იყო წოდებრივი, ხო? ანუ ბატონო ლევან, თუ ნებას მომცემთ, აი დავასრულებთ ჩემ აზრს. რაც შეეხება ტერმინებს და სახელწოდებებს, აქედან გამომდინარე, თუ ტერმინის დონეზე ვიმჟელებთ და ტერმინის დონეზე ვილაპარაკებთ, პროტესტანტობა ნიშნავს ერთის მხრივ საჯარო დადასტურებას ქრისტეს რწმენისა და მეორეს მხრივ დიახ შესიტყვებას, შეწინააღმდეგებას ყველაფრისადმი, იმისადმი, რაც არის უსამართლობა, უწმიდურება, რაც არის ტყუილი. აი ეს არის შინაარსობრივად ამ ტერმინის მნიშვნელობა და თუ გამოვიყენებთ ამ ტერმინს ქრისტიანების აი ამ ნაწილის აღსანიშნავად. ქრისტეს რწმენა არის მართლმადიდებლური რწმენა, ჭეშმარიტი განდიდება ღვთისა. ქრისტეს რწმენა ეს არის კათოლიკური რწმენა, საყოველთაო და ყველასათვის ხელმისაწვდომი და დიახ, ქრისტეს რწმენა ეს არის საზეიმოდ, საჯაროდ გამოთქმული რწმენა და ეს არის რწმენა უღმერთოების წინააღმდეგ. თუ აი ასეთ გაგებით ჩვენ მოიხსენიებთ მათ, რა თქმა უნდა ეს უკვე სიმართლეს ექვემდებარება და რაც შეეხება მეორე გავრცელებულ მითს, ვთქვათ, კერძოდ საქართველოში ჩვენთან, რომ ეს არის უცხო რწმენა. საერთოდ ქრისტიანობა არის უცხო. იესო ნაზარეველი ებრაელი იყო, ბეთლემში დაბადებული, ყველა მოციქული ებრაელი იყო. ეკლესია იერუსალიმში დაიბადა. ეს ებრაული რწმენა. რა საქმე გვაქვს ჩვენ ებრაულ რწმენასთან? მაშინ ამერიკასთან პროტესტანტულ რწმენას არანაირი კავშირი არ აქვს. პროტესტანტულ რწმენას აქვს კავშირი ევროპასთან, კერძოდ დასავლეთ ევროპასთან. პიკარდიელმა და საქსონელმა, გულისხმობ ჟან კალვინს და მარტინ ლუთერს, ამ ორმა დიდმა, უდიდესმა მოღვაწემ რეფორმაციისა და კერძოდ პროტესტანტული ეკლესიისა საერთოდ სახე უცვალეს მათ ქრისტიანობას, მაგრამ ამერიკა რა შუაშია? ამერიკასთან შეიძლება ჩვენ მოვიაზროთ ორი გავრცელებული რელიგია, როგორიცაა მორმონიზმი და იეჰოვას მოწმეები, ერთი შტატ იუტაში, მეორე შტატ ნიუ-იორკში. მაგრამ პროტესტანტობასთან, მის წარმომავლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დიახ, იქ გავრცელდა, მაგრამ გავრცელდა დასავლეთ ევროპიდან, ისევე როგორც საერთოდ ქრისტიანული რწმენა გადასახდა
ამერიკის კონტინენტზე ადგილობრივი რელიგია ამერიკელების არის ინდიელების რელიგია, მაგრამ თუ წარმოშობის კუთხით ვიმჯერებთ, აი ეს ორი ყველაზე უფრო გავრცელებული რელიგია მორმონიზმი და იეჰოვას მოწმეები, სწორედ ამერიკაში არის წარმოშობილი, მაგრამ რა შუაშია ქრისტიანობა საერთოდ, რა შუაშია პროტესტანტიზმი. დიახ, იქ გავრცელდა როგორც კანადაში, როგორც ავსტრალიაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის ყველა პრეზიდენტი გარდა ერთისა პროტესტანტი იყო. ერთი არ იყო და მოკლეს. კენედი, დიახ. ყველა იყო ფორმალურად მაინც. აი, კარტერი, რომელიც ახლა ძალიან დასნეულებულია ძალიან საშინელი სცენით განაგრძობს ეკლესიაში მოღვაწეობას, ის ექს-პრეზიდენტია, მაგრამ ცნობილია, რომ ის იყო ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის არა მარტო წევრი, არამედ მსახურიც კი. აი, თქვენზე მინდა გკითხოთ და შემდეგ ბლუთერის ფიგურას სურს დავუბრუნდე. თქვენი ეკლესია, წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია, რომელ მიმდინარეობასთან უფრო ახლად? პროტესტანტობა ესე ჟღერს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ეს მიმდინარეობა და იქ მრავალი ეკლესია არის შემდეგ, ხო? შიგნით მრავალი ეკლესია წარმოიშვა. თქვენ აი მე მესმის რომ შესაძლოა თქვენ ეს არ გსურთეთ, ხო? რომ რაღაც მიაკუთვნოთ ამა თუ იმ კონკრეტულ ეკლესიას თავი, მაგრამ ნუ ადამიანებს მაინც უნდათ ხოლმე რომ უკეთ გაიგონ და გამომდინარე იქიდან რომ 40 წუთში სრულიად შეუძლებელია ახლა გადმოსცეთ თქვენი რწმენა, შეუძლებელი, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს სახელების დარქმევა ძალიან ის არის ხოლმე დამხმარე ამ პროცესში. მოგახსენებთ პროტესტანტული ეკლესიები მრავალფეროვანი და ისევე როგორც მაგალითად მართლმადიდებლობაში არსებობს ძველ მართლმადიდებლები, არსებობს აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიათა ოჯახი, არსებობს კათოლიკე მართლმადიდებლები, მაგრამ ყველანი მართლმადიდებლები არიან. ისევე როგორც კათოლიციზმშიც შეიძლება არსებობდეს ნაირსახეობა, თუმცა კათოლიკური ეკლესია უფრო მონოლითურია და უფრო ცენტრალიზებულია, დიახ. მაგრამ ჩვენთვის, კერძოდ რადგანაც თქვენ მეკითხებით ჩვენი საეკლესიო თემის საკრებულოს შესახებ, ჩვენთვის საკმარისია მიკუთვნება პროტესტანტულ ეკლესიისადმი, პროტესტანტული სარწმუნოების როგორც ასეთის აღიარება. იმიტომ რომ რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს პროტესტანტულ ეკლესიათა ოჯახი, რაც არ უნდა მაინც ყველანი ისინი, მათი მოძღვრება, მათი ფილოსოფია, მსოფლმხედველობა ეფუძნება ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც თქვენის ნებართვით ზემოთ მოგახსენებთ, რომლებიც წარმოადგენს პროტესტანტული მოძღვრების პოსტულატებს. ანუ რაც არ უნდა დაერქვა სახელი ეკლესია, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, თუ ის შეიძლება განზრახოლახს, დიახ, თუ ის შეიძლება ამას არც კი იცოდეს ამის შესახებ, მაგრამ შინაარსობრივად ის ამას აღიარებს, ეთანხმება, ის უკვე მიეკუთვნება პროტესტანტული სარწმუნოების ერთ-ერთ ნაირსახეობას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ძირითადად პროტესტანტული ეკლესია თუ ჩვენ ფესვებს მიუბრუნდებით, როგორც მე ვახსენე, ეს არის ევანგელური ლუთერული ეკლესია, ეს არის რეფორმატორული, არასწორად ლაპარაკობთ რეფორმატული. სწორედ ამის კითხვა მსურს, ხო? 1517 წელი. დიახ. პაპი ლეო მე-10, ჩემი დიდი სეხნია, იწყებს წმინდა პეტრეს კათედრალის მშენებლობას. დიახ, ყველაფერი აქედან დაიწყო. დიახ. სადღაც ვიტენბერგში მსახურობს კათოლიკე მონაზონი, როგორც კათოლიკეები ვუწოდებთ ხოლმე, დიდი კათოლიკე მამა ლუთერი, რომელმაც გადაწყვიტა პროტესტი გამოეხატა იმ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ, რომელიც დიახ გავრცელებული იყო მაშინდელ გერმანიაში და არა მხოლოდ, ხო? როდესაც თავადაც წერს, ხო? თავის ცნობილ 95 თეზისში, რომ ეს ღვარძლი მღვდლებში მეტყობა მაშინ ჩაითესა, როდესაც ეპისკოპოსებს ეძინათ, ხო? როდესაც ისინი ყიდდნენ ინდულგენციებს და ადამიანები უკანასკნელ კაპიკს იღებდნენ ხოლმე ხშირად იმისთვის, რომ სული ეხსნათ, ან საკუთარი, ან სხვის ჯოჯოხეთში. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ეკლესიის სწავლება ასეთი არ ყოფილა არასდროს, არც ახლა და შემდეგ
ასე ვთქვათ, პაპმა ლევო მე-10-მ განმარტა კიდეც ეს ყველაფერი. მაგრამ ლუთერი, როდესაც აი ამ 95 თეზის წავიკითხავთ ჩვენ, უნდა მე გადავხედე სანამ შემოდი კიდევ ერთხელ, ეს არ არის პროტესტანტული დოქტრინა. 95 თეზისი ეს არის დიპლომატიის შედევრი, როდესაც ის წერს, რომ პაპს არ სურს და არ შეიძლება სურდეს, რომ აი ასეთი რაღაცები ხდებოდეს, რომ პაპისა და ეკლესიის შეურაცხყოფა იქნებოდა თუ ამას ასე გავიგებდით. ეს არის კათოლიკე ეკლესიის შიგნით რეფორმატორი. ანუ პრაქტიკულად ეს 95 თეზისი დიდად არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც შემდეგ იტყვის ტრიდენტის კრება, ხო? კონტრრეფორმაცია. ანუ ძალიან მარტივად რა ვთქვათ, ეს 95 თეზისი ჩემთვის, როგორც ასე ვთქვათ, კათოლიკე ქრისტიანისთვის ეკლესიის შიგნით არის, იმიტომ რომ ის შესაძლოა ცოტა უფრო კონსერვატულია, ვიდრე დღევანდელი ვატიკანის მეორე კრების დოკუმენტები, ხო? შესაძლოა მე ვერ ვხედავ იქ რაიმე გვარ ასე ვთქვათ კლასიკური გაგებით, რასაც ეძახდნენ ხოლმე, ხო? აი ამ ეკლესიის პოზიციიდან შეუსაბამობას სწავლებასთან, ხო? საიდან როდესაც ამბობენ ხოლმე რა 1517 ეს არის რაღაც პროტესტანტული ეკლესიის დასაწყისი, ცოტათი ვერ ვეთანხმები ხოლმე, იმიტომ რომ ეს ამ თეზისებში ეს არ ჩანს. ფორმალურად ასე აღიარებული. ფორმალურად ასე 1517 წლის 31 ოქტომბერში. როგორც 1054 წელი არის ეკლესიის გაყოფის პერიოდი დახებული, მაგრამ გაყოფა დაიწყო ბევრად ადრე, რა. აი თქვენ როდის ფიქრობთ, აი როდის გვაქვს უკვე დოქტრინა, რასაც ჩვენ შეიძლება გადავხედოთ დღევანდელი თვალით და ვთქვათ, რომ აი ის არის პროტესტანტული დოქტრინა. მოგვიანებით ჩამოყალიბდა. სავსებით გეთანხმებით, თქვენი აღნიშვნა არის და შენიშვნა მართებული ამ საკითხთან მიმართებაში, კერძოდ რას გულისხმობ? 1517 წელს, როდესაც ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორი ავგუსტინელი ბერი, დოქტორი მარტინ ლუთერი გამოვიდა და საჯაროდ ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე მიაჭედა სახელგანთქმული 95 თეზისი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე მიჩნეულია როგორც რეფორმაციის დაწყების დღედ, ეს არ იყო ეს თეზისები თლიანობაში და ის აზრები, რაც ამ თეზისებში იყო ჩამოყალიბებული, ეს რა თქმა უნდა არ ყოფილა პროტესტანტული მოძღვრება მთლიანობაში. არც კი ვიცი ამ თეზისებში უფრო მეტჯერ არის ნახსენები სახარება თუ პაპი. დიახ. და რამოდენიმე მიზეზი აქვს ამას. დიახ. პირველი, ლუთერი ჯერ კიდევ ლოიალურია პაპისადმი. ის კათოლიკე იყო, ის ავგუსტინელი ბერი იყო, ის გულწრფელად მოწადინებული იყო იმის ეკლესიის დოქტრინას, იმ ეკლესიის დოქტრინას. მას კიდევ ჯერა პაპის. აი საქმე რა არის, მას ჯერა პაპის და მას მიაჩნია, რომ პაპმა არ იცის რა უღმერთოება ხდება დაუშვათ საქსონიის მიწაზე. ან საერთოდ მე არ ვფიქრობ, რომ მას ამის ჯერო და ვფიქრობ, რომ მას არ ჯერა, უბრალოდ ის იცავს თავს, იტოვებს გამოსავალს. 1517 წელს მას კიდევ ამის ჯერა, ის კიდევ კათოლიკური ეკლესიის წიაღშია და მას წარმოდგენაც არ აქვს რა მოხდება შემდეგ. მას არ აქვს მიზანი, რომ გამოეყოს რაღაც ახალი ეკლესია შექმნას, მისი მიზანია პაპის ყურს მიაწვდინოს ის უღმერთოება, რაც იოანე ტეცელმა ჩაიდინა ვიტენბერგში. ყველაფერი ხო ამით დაიწყო. მოვიდა დომინიკელი ბერი, წარგზავნილი იოანე ტეცელი, რომელმაც დაიწყო ეგრეთ წოდებული ინდულგენციების გაყიდვა, ვაჭრობა. ანუ ესა სიგელი, მოდით განვმარტოთ, ინდულგენცია ეს არის სპეციალური სიგელი, რომელიც გულისხმობს ცოდვის მიტევების, ცოდვის შენდობის გაცხადებას. ანუ ვინ შეიძენდა ამ ინდულგენციას, მას მიეტევებოდა ცოდვა, იყო ჩამოთვლილი რა ცოდვებისათვის, რომელი ცოდვების მიტევებისათვის რამდენი უნდა გადაგეხადა და ასე შემდეგ. ეს იყო ასე ვთქვათ ფორმალური მიზეზი, ბოლო წვეთი, რის გამოც, როდესაც დოქტორ მარტინ ლუთერმა შეიტყო ამის შესახებ, გაწმილდა, გამოვიდა და ყველაფერი ეს აი ამ სახელგანთქმულ 95 თეზისში გამოაცხადა. მაგრამ აი რაც თქვენ თქვით, აი იმ შენიშვნას, ეს არ იყო ჯერ კიდევ გამიჯვნა. ეს არ იყო გამოყოფა. ეს იყო რეფორმა ეკლესიის წიაღში. ეს იყო მცდელობა, რომ პაპს ცოდნოდა ამის შესახებ, იმიტომ რომ
ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდა. არა, ეს ტექსტი თვითონ იმდენად სარკასტულია. ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც პაპს კი არ უნდა ცოდნოდა ეს ყველაფერი ჩემი აზრით. ეს იყო რაღაც კოალიციის მობილიზების სურვილი იმისთვის, რომ პაპი ეიძულებინა. მე არ ვფიქრობ, რომ მას ჯეროდა, რომ პაპმა არ იცოდა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ სურდა პაპისთვის შეეხსენებინა, რა იყო მისივე ეკლესიის დოქტრინა, ხო? იმიტომ რომ ოფიციალურ დონეზე აი ეს რასაც ეწინააღმდეგებოდა ლუთერი. კათოლიკე ეკლესია არ ასწავლიდა, ანუ მარტივად რა ვთქვათ, მისი დოქტრინა იყო ერთი და ქმედებები იყო სხვაგვარი. რასაც შემდეგ ლეო მე-10 დააზუსტებს, მაგრამ ძალიან ბუნებრივია, რომ ეკლესიას სჭირდება ფული, ხო? ფულის მომხვეჭველობა ყოველთვის ეკლესიის აღსაშენებლად. იმ ეკლესიისა, სადაც ადამიანთა ცოდვები მიტევებული უნდა იყოს. სწორედ ეს იყო საბაბი. დიახ, ცხადი. ახალი ვაჭრობის დაწყებისა. აი მე წაგიგითხავთ პირველ თეზის მაგალითად. ხელთ მაქვს. დიახ. ლუთერი იწყებს საუბარს მონანიებაზე, ჩვენ სუფალსა და მოძღვარს იესო ქრისტეს, როცა ამბობდა მოინანიეთ და ასე შემდეგ. სურდა მორწმუნეთა მთელი ცხოვრება განუწყვეტელი მონანიება ყოფილიყო. და ეს შემდგომ განმარტავს ამ სიტყვას. ანუ ის წინ აღუდგა იმ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ადამიანმა შეიძლება ცოდვის მიტევება მიიღოს რაღაც დამსახურებებით, კერძოდ ფულის გადახდით. და მაგალითად ამონარით წაგიკითხავ თუ რას ქადაგებდა იოანე ტეცელი. ბერი, რომელიც მოვიდა ვიტენბერგში. მაგალითად, იყო დადგენილი თანხები, რომელიც ცოდვის მიტევებისათვის რამდენი უნდა გადაგეხადა. მაგალითად, მონაზვნის ცოდვა რამდენიმე მამაკაცთან 131 ლივრი და 15 სუ. მღვდლისათვის უფლების მიცემა ნათესავ ქალთან ცხოვრებისათვის 76 ლივრი და 1 სუ. მიაქციეთ ყურადღებას ოდენობას. თანხის ოდენებას, რომელიც ცოდვისათვის რა ოდენობა იყო დადგენილი. გაძარცვა, ქურდობა, გადაწვა 131 ლივრი და 7 სუ. შემდგომ საკუთარი ბავშვის დამხრჩობმა უნდა გადაიხადოს 17 ლივრი და 15 სუ. ყველაზე დიდი თანხა იყო, აი, მოგახსენებთ, რომელიც ცოდვის მიტევებაზე დადგენილი. ის, ვინც მოისურვებს, იყიდოს ავანსად შენდობა მთელი ცხოვრების მანძილზე. ავანსად, წინასწარ. ჯერ კიდევ ცოდვა არ ჩაუდენი ადამიანს, უკვე შეიძლება წინასწარ იყიდოს მიტევება. ყოველგვარი შესაძლებელი შემთხვევითი მკვლელობისათვის ვალდებულია გადაიხადოს 168 ლივრი და 15 სუ. ამის შემდეგ ყველაზე დიდი თანხა იყო მწვალებლებისათვის. მწვალებელი, რომელიც ეკლესიას დაუბრუნდება, 269 ლივრი. ანუ ყველაზე, აი, რო შეხედოთ ჩამონათვალს, რასაც იოანე ტეცელი ქადაგებდა ვიტენბერგში, ყველაზე დიდი ოდენობა გადასახადისა იყო მწვალებელთათვის 269 ლივრი. ამის შემდეგ იმ ცოდვების მიტევებისათვის, რომელიც უნდა ჩაედინა ადამიანს და ჯერ არ ქონდა ჩადენილი და მესამე ადგილას დგას, თუ შევხედავთ ამ უხეშად შეიძლება გამოვიდეს პრეისკურანტს თუ შევხედავთ ცოდვების მიტევების რამდენიმე მღვდლის მკვლელობისათვის ასე იყო დადგენილი. პირველის მოკლისათვის 127 ლივრი. ანუ შენ შეგეძლო ეს ინდულგენცია გეყიდა და შემდეგ მოგიყლა ამ ინდულგენციის გამყიდველი ისე რომ მიტევებული აი ამ უღმერთოების წინააღმდეგ გამოსვლა იყო რეფორმაციის დასაწყისი. ეს არის პროტესტანტობა. პროტესტანტობა ეს არ არის ამერიკული ან ავსტრალიური ან კანადური რწმენა. პროტესტანტობა ეს არ არის ეკლესიის წინააღმდეგ წინსვლა. პროტესტანტობა ეს არ არის ჭეშმარიტების დაგმობა. პროტესტანტობა ეს არის რწმენის საზეიმო განაცხადი და ეს არის უღმერთოების წინააღმდეგ წამოსვლა. და მინდა გითხრათ, ეს ერთი რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ 95 თეზისი არ იყო პროტესტანტული მოძღვრება. დიახ, იმიტომ რომ ეს არის შესავალი, პრელუდია. ეს არის დასაწყისი და ლუთერს კვლავ აქვს რწმენა და არც კი წარმოუდგენია მას რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. და მეორე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ დაიწყო ვიტენბერგში ერთჩვენიერ დღეს. ასე არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ პრიმიტიულად, რომ იოანე ტეცელი შემოვიდა ვიტენბერგის მონასტერში, შემოესმა მისი ქადაგება დოქტორ მარტინ ლუთერს, გამოვარდა იქიდან, დაწერა უცბად ხელგულზე 95 თეზისი, მიაჭედა კარიბჭეს და ყველამ წაიკითხა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რეფორმაცია ვერ მოხდებოდა, რო არ ყოფილიყო შესაბამისი ისტორიული კონტექსტი, რო არ ყოფილიყვნენ ქარიზმით დაჯილდოებული პირები, ლიდერები და რო არ ყოფილიყო იდეები. აი ეს რამოდენიმე ფაქტორი. გარდა ამისა, რეფორმაციას წინ უძღვოდა
რეფორმატორების არსებობა და ამ რეფორმაციული იდეების უკვე გახმოვანება ეკლესიის წიაღში. ვის გულისხმობ მე? ოქსფორდელ ჯონ ვიკლიფს, რომელიც ეკლესიამ ამოთხარა და დაწვა და ფერფლი მდინარეს მისცა. რომ არ ყოფილიყო იან ჰუსი, რომელსაც დიდ პატივს სცემდა მარტინ ლუთერი, რომ არ ყოფილიყო ჯიროლამო სავონაროლა, ფლორენციელი მოქადაგე, რომელიც წინასწარმეტყველებდა და მიუთითებდა ეკლესიას სავონაროლას ხსენება არ უყვართ ხოლმე პროტესტანტებს, იმიტომ რომ მარტივად რა ვთქვათ, მისი ფსიქიკური წონასწორობის საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია, მისი იმედის რაზმების, მით უმეტეს მე არ ვიცი სავონაროლას იმედის რაზმები და მუტავინის არაბული კომიტეტის ნეობის კომისია რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. ბავშვები დარბოდნენ და ამოწმებდნენ ვინმე ბრუშობდა თუ არა ეს რაღაც ესქატოლოგიური შიშებით შეპყრობილი მონაზვნები პროტესტანტებთან არავითარ კავშირში არ არის. გასაგებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ისინი მოიაზრებიან როგორც წინამორბედები, მათი იდეების გამო, ეს იყო თამამი განაცხადი. ჯიროლამო დაწვეს. იან ჰუსი დაწვეს. ვიკლიფი მკვდარი დაწვეს. ყველა ვინცაც წვავდნენ, ჩვენ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე რომ ის იყო რაღაც პასიური მსხვერპლი, ხო, შემდეგ პროტესტანტების წვავდნენ ვიღაცებს და ისინიც არ ყოფილიყო. გეთანხმებით, მაგრამ ხომ დაწვეს. რა თქმა უნდა, დაწვეს იან ჰუსი ძალიან ცუდი. 1415 წელს კონსტანტაში დაწვეს. ჯიროლამო სავონარელო ფლორენციაში დაწვეს. ჯონ ვიკლიფი ვერ დაწვეს, მაგრამ მაინც დაწვეს. ამოთხარეს და დაწვეს. დიახ. ერთი რაღაც მინდა გავიხსენო. აისლებენში ყოფნისას გერმანიაში ორ ქალაქს მარტინ ლუთერის საპატივცემულოდ დაერქვა მისი სახელი. ეს არის აისლeben ლუთერშტადი და ვიტენბერგ ლუთერშტადი. ქალაქი, სადაც დაიბადა ლუთერი და იქვე მოკვდა, მაგრამ გადმოასვენეს ვიტენბერგში და ვიტენბერგის ეკლესიაშია დასვენებული და მეორე ქალაქი, საიდანაც დაიწყო, სადაც დაიწყო რეფორმაცია, ეს არის ვიტენბერგი. და როდესაც ვიმყოფებოდით აისლებენში, მის სახლ-მუზეუმში, მუზეუმად აქცეული მისი სახლი, შეგვიყვანეს ერთ დიდ ოთახში და ოთახის ცენტრში მინის კუბში დიდი თეთრი გედის გამოსახულება. და გიდი გვეკითხება, რომ იცით ეს რას ნიშნავსო? რას უნდა ნიშნავდეს ახლა ლუთერის სახლ-მუზეუმში გედი? და ძალიან საინტერესო ისტორიაა. ლუთერს თავდაპირველად ეზიზღებოდა როგორც ჭეშმარიტ კათოლიკეს, როგორც ავგუსტინოს იან ჰუსი, იმიტომ რომ იან ჰუსი მიჩნეული იყო როგორც ერეტიკოსი, მწვალებელი და მისი მოძღვრება იყო უარყოფილი და დაგმობილი ეკლესიის მიერ. მაგრამ როდესაც ის უკეთ გაეცნო მის სწავლებას, მან აღიარა, რომ ჰუსი წმინდა პავლე მოციქულის მიმდევარია და ის პატივად კი ჩათვლიდა, დიდ პატივად ჩათვლიდა მისი მიმდევარი, ჰუსის მიმდევარი გამხდარიყო. ახლა დაუბრუნდეთ ამ თეთრი გედის ისტორიას. ჰუსი ჩეხურ ენაზე ნიშნავს ბაც, ჰუს. იან, ჩეხურად იოანე ჩვენებურად. და მოგეხსენებათ, რომ იან ჰუსი 1415 წელს დაწვეს. გაასამართლეს და თავის მოწაფესთან იერონიმესთან ორივენი ცოცხლად დაწვეს. ეს მისი ცნობილი ფრაზა O sancta simplicitas. O sancta simplicitas. მინდა უგულუბრყვილო. დიახ, დედაბერმა ფიჩხი შეუგროვა მის ცეცხლს, რომ უფრო კარგად დამწვარიყო ერეტიკოსი ღვთისახელის გულისათვის. და მან იწინასწარმეტყველა, რომ მე მწვავთ, მე ვარ ბატი, მაგრამ მე მწვავთ, მაგრამ ჩემ შემდეგ 100 წლის შემდეგ მოფრინდება გედი, რომელიც ისე დაიმღერებს, ისე გამოსცემს ხმას, რომ ვერ ჩაახშობ, ვერ დაწვამთ მასო. და ლუთერმა ეს წინასწარმეტყველება თავის თავზე მიიღო. გედის. და ის თვლიდა, რომ ის არის აღსრულება სწორედ იმ წინასწარმეტყველებისა, რაც იან ჰუსმა წარმოთქვა და აი ეს სურათი ჩვენს უკან რო არის ეს სახელგანთქმული ვორმსში გამოსვლა. სწორედ 1521 წელს ვორმსის რაიხსტაგის შეკრებაზე, როდესაც ლუთერს თხოვდნენ, მისი მეგობრები არ წასულიყვნენ. რატომ? რომ არ გაეზიარებინა იან ჰუსის ბედი. და მან თქვა ასეთი სახელგანთქმული ისტორიული სიტყვები, რომც დამწვანო. იმდენი ეშმაკი რო გამოვიდეს ჩემს წინააღმდეგ, რამდენი კრამიტიც არის გერმანიის სახლებზეო, სახურავებზეო, მე მაინც წავალ და დავამოწმებ ჭეშმარიტებაზეო. და სწორედ ვორმსის კრებაზე, როდესაც მოსთხოვეს მას, რომ უერყო ჭეშმარიტება, სახარება ის, რასაც ის ქადაგებდა, რამოდენიმე ფიქრის შემდეგ, ერთდღიანი ფიქრის შემდეგ ის წარსდგა
ასეთი პატივდებული კრების წინაშე და ისტორიული ფრაზა თქვა hier stehe ich kann nicht anders Gott helfe mir აქ ვდგავარ სხვანაირად არ ძალმით შემეციოს მე ღმერთი და მან თქვა რომ ჩემი სინდისი შეკრულია არა ტრადიციებით არა შიშით არა წარმოდგენებით არა სტერეოტიპებით არამედ ჩემი სინდისი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიტყვით არის შეკრული რომელშიც ის გულისხმობდა სახარებას დიახ სოლა სკრიპტურა და ხუთი სოლა, ხო, სახელმგალთქმული ხუთი სოლა, ხუთი სვეტი პროტესტანტული მიმდინარეობის. მე ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, როგორც კათოლიკე არ ეთანხმებით. როგორც კათოლიკე ვერაფრით დავეთანხმები სოლა სკრიპტურას. რატო? მე ვერაფრით წარმომიდგენია რომ ეს არის ერთადერთი სიტყვა რომელიც ქრისტედან ჩვენამდე მოვიდა მე ვერაფრით დავეთანხმები რომ ჩემი ეკლესიის მიერ შედგენილი წიგნების რაოდენობა სახარების წიგნებს გულისხმობ ამ შემთხვევაში არის ვინმესი გარდა იმ ეკლესიისა რომელმაც ის შეადგინა და მე არ მჯერა რომ არა ამ ეკლესიის უცდომლობის რწმენა ანუ მე არ ვიცი რატომ არ უნდა დავიჯერო აპოკრიფული სახარებების რომელიც არსებობს რომ არ შეეკრიბა ეკლესიას ძალიან კონკრეტულ დროს ძალიან კონკრეტულ ადგილას აი ეს წიგნები საიდან ვიცით რომ ეს ცნობილი იუდას სახარება არ არის რა ისტორიული წყარო გვაქვს ამისა ხო ჩვენ ვერ ვამტკიცებთ რომ რომელიმე სახარება ეკუთვნის მართლაც რომელიმე მოციქულს არა სწორედ ამიტომ ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ ვინ და მე არ მერიდება ეკლესიის ჭუჭყზე საუბარი არც საკუთარზე და არც სხვისაზე იმიტომ რომ მე როგორც მოქალაქე პროტესტანტი ხართ ესე იგი ვიზიარებ შეიძლება ითქვას ასე მაგრამ ჩემი რწმენა უკიდურესად მართლმადიდებლურია და ჩემი ეკლესია უკიდურესად კათოლიკე როგორც ასე ვიდენტიფიცირებ საკუთარ რწმენას ამიტომ მაინტერესებს ხოლმე აი ეს ჩვენი პროტესტანტი ძმებისგან როგორ არის შესაძლებელი გწამდეს იმ წიგნების სახარების წიგნებს გულისხმობ იმ ეკლესიის გარეშე რომელმაც ის მიიღო და როგორ არის შესაძლებელი გწამდეს იმ ტრადიციების გარეშე რომელიც მოგვდევს მოციქულთა დროიდან ხო მარტივად რო ვთქვათ რატომ უნდა მივიღო მე ინტერპრეტაცია და ტექსტ ყოველთვის ახლავს ინტერპრეტაცია იმადგან რომელიც საუკუნეებისგან არიან დაშორებული მათ ავტორებს და რა იმადგან ვინც იყო მათი მოწაფე მაგალითად ხო მოციქულის მიერ ნახელდასმული ამასთან ერთად მე მაქვს პრობლემა სხვა მხრივად მე ძალიან მჭირდება სამოციქულო მემკვიდრეობა იმისთვის რომ ვიგრძნო რომ ის რაც ჩემამდე მოვიდა ჯაჭვი არსებობს სადღაც სახარებაში. მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება სამოციქულო ფესვები, ხო? სადღაც რომელიღაც კუნძულზე თუ ვიღაც დაიჭერს სახარებას, ის საკუთარ თავს ვერ მონათლავს, ხო? ანუ ჩვენ მაინც გვჭირდება სამოციქულო სუქცესია, რასაც ეძახიან, მემკვიდრეობა, რომელიც მას მისცემდა ნათლისღებას. როდესაც ჩვენ აცხადებ, რომ აი ეს წვეტა მაქვს აი ეკლესიასთან. შემდეგ ეს ნათლისღება როგორ მოდის არ ვიცი. მოკლედ, მრავალი პრობლემა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გულისხმობთ რომ ეს წვეტაა ეკლესიასთან. მე არ ვიცი არის თუ არა ეს წვეტა. მე მაინტერესებს თქვენ როგორ მე მიმაჩნია რომ პროტესტანტი ქრისტიანები არიან ნამდვილი ქრისტიანები. მე მიმაჩნია რომ სახარება სასუფეველში შესulis წინ არავინ მოგთხოვს საბუთს კათოლიკეები ვართ თუ მართლმადიდებლები, მაგრამ მე თუ პროტესტანტები თუ ვინმე სხვა, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე სისრულეზე და კიდევ უფრო დიდ სისრულეზე, ხო? აი აქ უკვე მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ბუნებრივია მე გაგიმხილეთ ის შესაძლო მიზეზები, ნაწილი მიზეზებისა, რატომ გავაკეთე ჩემი არჩევანი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ ჩემი, ასე ვთქვათ, შეშლის ალბათობას, იმიტომ რომ ადამიანური გადაწყვეტილება ყოველთვის ნაკლოვანი. ამიტომ მე მაინტერესებდა თქვენგან აი ამ კითხვებზე პასუხი. თქვენ მართებულად ბრძანეთ რომ პროტესტანტული ღვთისმეტყველება რწმენა ეფუძნება ხუთ მთავარ პოსტულატს, პრინციპს.
პირველ ადგილას აი ამ ჩამონათვალში არის მტკიცება, რაც თქვენ უკვე ახსენეთ. sola scriptura, რაც ლათინურიდან ნიშნავს მხოლოდ წერილი. მეორე ეს არის sola fide, რაც ნიშნავს მხოლოდ რწმენა. მესამე ეს არის sola gratia, რაც ნიშნავს მხოლოდ მადლი. მეოთხე ეს არის solo Christo ან solus Christus, გააჩნია როგორ ვიტყვით მხოლოდ ქრისტე თუ მხოლოდ ქრისტეთი. და მეხუთე ეს არის soli deo gloria, მარტო ღმერთს კონდეს დიდება. თუ ჩვენ პირველ პოსტულატს მიუბრუნდებით, რაზეც თქვენ ახლა ცლად ისაუბრეთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პოსტულატი არის მთავარი და გადამწყვეტი. მთავარი და გადამწყვეტი თქვენ ძალიან კარგად დაუკავშირეთ ამაზე ლაპარაკი და მსჯელობა ვორმსის სახელგანთქმულ კრებას და იმას თუ რა თქვა ლუთერმა იმ კრებაზე, რომ ჩემი სინდისიო მხოლოდ ღმერთის სიტყვით არის შეკრულიო. მაშინ რა არის ღმერთის სიტყვა? პროტესტანტების გაგებით ღმერთის სიტყვა არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილი. ეს არის ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წიგნთა კრებული. სულ 66 წიგნი, 39 ძველი აღთქმისა, 27 ახალი აღთქმისა. ანუ კანონიკურ წიგნთა კრებული. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ორთოდოქსული ჩამოყალიბებული მტკიცე სწავლება პროტესტანტულ წიაღში იმის შესახებ თუ რა არის ბიბლია, რა არის ღმერთის სიტყვა. რას მოიცავს ეს სწავლება ღმერთის სიტყვის შესახებ? პროტესტანტები აცხადებენ, რომ ღმერთის სიტყვა, ანუ ბიბლია, არის ავტორიტეტული, ეს ერთი, მეორე, ეს არის ცხადი, ორი, მესამე აუცილებელი და მეოთხე საკმარისი სიტყვა. ეს არის 4 ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი საღვთო წერილისა. ავტორიტეტული, ცხადი, ნათელი, აუცილებელი და მეოთხე ეს არის საკმარისი. ძალიან მოკლედ ვიტყვით, რას ნიშნავს თითოეული, რომ გავერკვეთ საერთოდ ამ საკითხის. ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა, უბრალოდ აი 10-15 წუთში ჩავერთეთ. დიახ. საღვთო წერილი არის ავტორიტეტული, ნიშნავს, რომ ბიბლია არის ღვთივსულიერი წიგნი. ყველა სიტყვა, ყველა წინადადება დაწერილი ბიბლიაში ეს არის ცოცხალი ღმერთის სიტყვა. აქედან გამომდინარე, შეწინააღმდეგება, ურჩობა ამ სიტყვის მიმართ, ურწმუნოება ამ სიტყვის მიმართ არის ურჩობა და ურწმუნოება თავად ღმერთის მიმართ. ავტორიტეტულობა ამას ნიშნავს. ეს არის ღმერთის სიტყვა. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ძალიან განთქმული პროტესტანტი თეოლოგის, რომელსაც თვლიან ლუთერული ორთოდოქსიის უკანასკნელ სისტემატიკოსად დავით ჰოლაცი, რომელმაც 1707 წელს გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული ნაშრომი, რასაც ქვია საღვთისმეტყველო საუბრები, სადაც ის ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს შემდეგს, რომ ეკლესია ქალბატონი კი არ არის წმინდა წერილის, არამედ მისი მხევალი, ანუ მისი მსახური. ეკლესია მისი დედა კი არ არის, ანუ წმინდა წერილის, არამედ მისი ასულია. ეკლესია მისი ავტორი კი არ არის, არამედ ეკლესია არის მისი დამცველი და მისი მოწმე. ეკლესია არსებობდა იქამდე, სანამ წმინდა წერილი. დიახ. ცდები? ეკლესია არსებობდა ვიდრე წმინდა წერილი. დიახ. დიახ. საარებაში მოთხრობილია ეკლესიის დაბადება 50-ე დღეს. დიახ. შემდეგ და სახარება დაიწერა ეკლესიის წიაღში. დიახ, აი დავასრულებ დავით ჰოლაცის გამონათქვას, რომ ეკლესია ეს არის წმინდა წერილის მცველი, დამოწმებელი, ვინც ამოწმეს წმინდა წერილს და მისი გადამთარგმნელი, რომელიც აწვდის სხვას. ეხლა რაც შეეხება თქვენ რო ბრძანეთ ეკლესიასა და ღმერთის სიტყვის ესეც ღმერთის სიტყვის ავტორიტეტულობის თემას ეხება. მე ვგულისხმობ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებად გამოცხადების მომენტს. ჩვენ ასე არ უნდა წარმოვიდგინოთ და სხვათა შორის ასე წარმოუდგენიათ ადამიანებს, რომ ერთ დღეს ეკლესია შეიკრიბა, ჩათვალა რა წიგნებია ღვთივსულიერი, რა წიგნები არ არის ღვთივსულიერი, გამოაცხადა ეს წიგნები ღვთივსულიერად და სხვა არა ღვთივსულიერად.
და რადგანაც ეკლესია მიიღო ეს გადაწყვეტილება, ნიშნავს, რომ ეკლესიის მიერ გამოცხადებული წიგნები არის ღვთივსულიერი და ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ეკლესია ყოფილა ჭეშმარიტების საზომი. მან დაადგინა რა არის ღვთივსულიერი და რა არ არის ღვთივსულიერი. პროტესტანტობა სხვანაირად უყურებს ამ საკითხს. დიახ, მართალია, რომ მე-4 საუკუნის მიწურულს, კერძოდ 379 წელს, კართაგენის ადგილობრივ, ეს არისო სოფლიო ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით აზზე მეტი კანონი მიიღო კართაგენის ადგილობრივმა კრებამ. 33 კანონით განისაზღვრა იმ წიგნთა ნუსხა, რომელიც ეკლესიაში უნდა იყოს აღიარებული როგორც კანონიკური წიგნები. მან დაადასტურა წინა ლაოდიკიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილება, აგრეთვე რომელიც მოიხსენიებს უკვე ჩვენთვის ცნობილ წიგნებს, როგორც კანონიკურ წიგნებს, მაგრამ ჯერ ერთი კართაგენის კრება ადგილობრივი ამისთვის არ იყო მოწვეული. კართაგენის პრესვიტერი მიმართავდა რომის პაპს აპელაციით, ეს იყო ეკლესიური საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ამ წესებში დადგინდა 33 წესის 33 კანონის კანონით კანონიკურ წიგნთა ნუსხა. ჯერ ერთი ამისათვის არ იყო მოწვეული. მეორეც ეს არ იყო მსოფლიო საეკლესიო კრება და მესამეც ეკლესიაში კანონიკური წიგნები, აღიარებული წიგნები უკვე არსებობდა. მაგალითად, 60 ქულო მამების ნაშრომებს რომ შევხედოთ, წმინდა პოლიკარპე, წმინდა ირინეოსი, წმინდა ეგნატე, წმინდა კლიმენტი რომაელი, თუნდაც ερμას წყემსი, ისინი მნიშვნელოვნები არის, ახლა თქვენ ჩამოთვალეთ ადამიანები ტიტულებით, რომლის სიწმინდის შესახებაც პროტესტანტული დოქტრინა განსხვავებულად უყურებს. ჩვენ პროტესტანტები აღიარებენ 60 ქულო მამებს და პროტესტანტობა ეს არის ავგუსტინეს, ნეტარი ავგუსტინეს, წმინდა ავგუსტინეს სწავლების გამარჯვებაცო, ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, იმიტომ რომ ისტორიულად მარტინ ლუთერი ავგუსტინელი იყო, მაგრამ თუ თქვენ ჟან კალვინის დიდი ფრანგი რეფორმატორის ნაშრომებს შეხედავთ, თქვენ ამოიკითხებთ წმინდა ბერნარ კლერვოსელს, იოანე ოქროპირს, წმინდა ამბროს მედიოლანელს, ავგუსტინეს და მუდმივი აპელირება ხდებოდა ავგუსტინეზე. რაღაც ახალი მათ არ უთქვამთ. ეს იყო ავგუსტინეს მოძღვრების კვლავ, ასე ვთქვათ, გაცოცხლება. და მინდა დაუბრუნდე იმ საკითხს, რომ ეკლესიაში ეს წიგნები უკვე აღიარებული იყო პროტესტანტული გაგებით. ეკლესია კი არ ქმნის კანონიკას. ან ადგენს რა ჭეშმარიტი და რა არ არის ჭეშმარიტი. სწორედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. არამედ ეკლესია აღიარებს უკვე არსებულ ფაქტს. აი მაგალითად, სინათლე, თქვენ ხوار შეგიძლიათ დაადგინოთ ეს სინათლე. თქვენ შეიძლება აღიაროთ, რომ სინათლე ან არის, ან არ არის. ავტორიტეტულობა გულისხმობს იმას, რომ ღმერთის სიტყვა თავის თავში საკმარისად ავტორიტეტულია. იმისათვის, რომ მას არ ჭირდებოდეს ვიღაცის აღიარება ან დადგენა ვიღაცის მხრიდან, სხვა ინსტანციის მხრიდან, რომ ეს არის ჭეშმარიტი და ეს არ არის ჭეშმარიტი. ეს მხოლოდ შეფასებითი შეიძლება იყოს. ჯერ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღმერთის სიტყვა ნამდვილად ღმერთისა და საიდან ვიცით ეს? საიდან ვიცით? ლუკა მოციქული, როდესაც წერს თავის სახარებას, უკვე არის გარკვეულ პოლემიკაში სხვა წერილებთან, რომელიც უკვე არსებობს. მაგრამ დაწერა თუ არა ეს წერილი თავად ლუკა? არის თუ არა მისი ავტორი? იგივე მსჯელობით შეიძლება დავიწყოთ ლაპარაკი. იესო ქრისტე საერთოდ არსებობდა, საიდან ვიცით? იესო ქრისტე. არა, საიდან ვიცით? ზუსტად იმაზე მეტი დამადასტურებელი წყარო არსებობს, ვიდრე პლატონის შესახებ მაგალითად. ხო, რომ მის ისტორიულობაში ეჭვი შეტანა ნაკლებს სავარაუდოა, თუმცა გეთანხმებით. არა, საიდან ვიცით, რომ თქვათ მათეს სახარება, მართლა მათეს სახარება. აი, თუ ასე ვიმსჯელებ ვიცით. ხო, ნამდვილად არ ვიცით, ეს რწმენის კატეგორია. აი, ეს არის მომენტი, რომ საღვთო წერილი ღვთივსულიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული სიტყვა საღვთო წერილისა ეს არის ღმერთის მიერ ნათქვამი სიტყვა. რწმენა ამ სიტყვისადმი და დაჯერება ამ სიტყვისადმი ნიშნავს რწმენას და დაჯერებას თავად ღვთისადმი. ეს არ ნიშნავს, იცით რა, კიდევ არ მსმენი ასეთი რამ კათოლიკეთა ბანაკიდან, რომ პროტესტანტებიო იმდენად აფეთიშებენო ღვთის სიტყვას წმინდა წერილს, რომ გარკვეული კერპიც კი შექმნესო.
ჩვენ არ ვამბობთ რომ ბიბლია ღმერთია. ძალიან უხეში და ცუდი განსაზღვრება. ბიბლია არ არის ღმერთი, მაგრამ ბიბლია არის ღვთის სიტყვა, რომელიც ჩვენთვის არის. ეს არის მისი ავტორიტეტულობა. მინდა შეგახსენოთ 1529 წელი ლაიფციგის დისპუტი, სახელგანთქმული დისპუტია. ეს დისპუტი შედგა იოანე თუ ჩვენებურად ვიტყვით ექსა და მარტინ ლუთერ შორის. ჯერ კაშტატი მონაწილეობდა ეკის წინააღმდეგ ლაიფციგში. დისპუტში ლუთერმა აჩვენა მსოფლიოს, იმდროინდელ მსოფლიოს რას თulis ის ავტორიტეტად. იმიტომ რომ აი ბოლო შტრიხი მინდა გავიხსენო ამ დისპუტისა, როდესაც ეს უგანათლებულესი ადამიანი იყო ეკი, უგანათლებულესი ადამიანი და არ ყავდა მას ბადალი დისპუტებში. ფაქტიურად ვერავინ ვერ უგებდა მას სიტყვათა ჭიდილში. და როდესაც დაიწყეს ლაპარაკი და საკითხი ჩამოვარდა იან ხუსთან და მის მოძღვრებასთან დაკავშირებით, ხუსი ქადაგებდა სახარებას იესო ქრისტეს შესახებ, რომ იესო ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, ჩვენი ცოდვებისათვის, აღდგა მკვდრეთი და ის არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ჩვენ შორის. და ამას გვაუწყებს ჩვენ სახარება და თუ ჩვენ მოვინანიებთ და ვირწმუნებთ იესო ქრისტეს, მივიღებთ საუკუნო გადარჩენას. ეკმა მოუყვანა არგუმენტი და პრაქტიკულად შეიტყუა ლუთერი დისპუტში და უთხრა: გადაწყვეტილებაო ეკლესიის იან ხუსის წინააღმდეგო? კრების გადაწყვეტილება ხო არისო? შენ რა ეჭვის ქვეშ აყენებ კრების გადაწყვეტილებასო? პრაქტიკულად დისპუტში ლუთერი იმდენად შეიტყუა ხაფანგში, რომ გამოსავალიც არ დაუტოვა. ან ეს იყო კრიტიკული მომენტი, ან ლუთერი დაიხევდა უკან და არჩებოდა ეკლესიაში. ან კიდევ რაღაც ახალი უნდა ეთქვა და მან უთხრა ასეთი სიტყვები იოანე ექს: რით დაამტკიცებ ამ გადაწყვეტილების სიზუსტესო? როდესაც მან ეს გაიგო, ამიერიდან შენ ჩემთვის ხარ მებაჟე და წარმართიო. ანუ ლუთერმა ანახა რომ ჩვენთვის ჭეშმარიტების წყარო ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის სიტყვა. აი რაც შეეხება პირველს რაც ჩვენ თქვით, ჩვენ დაგვჭირდა ზუსტად 3 წუთი. ერთად აი ესე გავიდა დრო. მიუხედავად ამისა, მე იმეც ვიტოვებ, რომ კვლავ იქნებით ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ რაღაც ნელა საუბარი, მაგრამ ბოლოს ცხარე-მაზარი მასალა. მე ავტორი ვარ, წამყვანი ვარ და მიყვარს ხოლმე ადამიანები, როცა აქტიურდებიან და ამისთვის მიზეზებსაც ვიძლევი ხოლმე, ხო? დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა, რომ მოგწანდით ჩვენთან, ჩვენ ამ თემაზე ვერ ამოვწურავთ საუბარს, მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ თუ ჩემი ასე ვთქვათ, გრძელი მეტყველების გამო თქვენ რაღაც ვერ თქვით, მაგრამ თქვენ გაქვთ 2-3 წუთი იმისთვის, რომ თუ გაქვთ რაიმე სათქმელი, ეს გადაცემა არის ტრიბუნა ყველასთვის, ჩვენ არ გვეშინია აზრების, არავის ჩვენ ვიწევთ აქ მრავალფეროვნებას და ჩვენ გვსურს რომ მათ კონდეთ წვდომა ქართულ საზოგადოებასთან და ქართულმა საზოგადოებამ განსაჯოს შემდეგ რას მიიჩნევს მას სიმართლე და რას არა, მაგრამ ერთი არის ნამდვილი, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერასდრე საზოგადოება თუ ჩვენ არ ვაღიარებთ განსხვავებული აზრის არსებობას, თუ ჩვენ ყველა ადამიანს არ მივიღებთ თანასწორად, არა მეორე ხარისხოვნად, არამედ თანასწორად და ჩვენ თუ სრულად არ უზრუნველყოფთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებას. თქვენ შეგიძლიათ გაქვთ 2 წუთი იმისთვის, რომ უთხრათ მაყურებელს ის, რაც თქვენ გსურთ, რომ უთხრათ. ჩვენი გადაცემის თემატიკიდან მინდა ვთქვა, რომ პროტესტანტი, ჭეშმარიტი პროტესტანტი, ქრისტიანი პროტესტანტი, ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომელიც მიძღვნილია იმისათვის, რომ განადიდოს უფალი იესო ქრისტე და მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. სახარების ქადაგებით, იმ ჭეშმარიტების ქადაგებით, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი არის ცოდვილი და მას არ შეუძლია საკუთარი დამსახურებებით გადარჩენა. ჩვენ ამ თემას ვერ შევეხეთ. დიახ. ეს არის უნიშნულოვანესი თემა sola fide, რომ ადამიანი ვერ დაიმსახურებს ვერანაირი ეპიტიმიით, დამსახურებით, მარხვით, ლოცვით გადარჩენას. იმიტომ რომ ქრისტე შეიწირა მისი ცოდვებისათვის და თუ ის მთელ თავის რწმენას დაამყარებს მასზე, თუ ის მიენდობა მას და საკუთარ სულს ჩააბარებს მას, მის ხელთ გადასცემს, ის მიიღებს ცხონებას და მარადიულ გადარჩენას.
აი ეს არის პროტესტანტობის სულისკვეთება, მისწრაფება, შთაგონება, мотиваცია. ეს არის მთავარი, მხოლოდ ქრისტეს გაღმერთება და მხოლოდ მისი სიტყვის აღიარება, როგორც უცილობელი ავტორიტეტი რწმენისა და ქცევის საკითხებში. შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, სად მსახურებთ თქვენ, ამიტომ თუ ბათუმში თქვენი ტაძრის მისამართს ედვით ან ადამიანებს როგორ მსახურობ საქართველოს ულამაზეს ქალაქში, ქალაქ ბათუმში, რომელიც გამოირჩევა სხვათა შორის ტოლერანტობით, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქალაქია, ძალიან მშვიდი გარემოა, ის ცნობილი დარბევები, რომელიც აქ იყო 10-15 წლის წინ, ალბათ გახსოვთ თქვენ, ჩვენ რეგიონს არ გაკარებია საერთოდ. ჩვენი ეკლესიის სახელწოდება არის წმინდა სამების ეკლესია, მისამართი არის დემეტრე თავდადებულის, ესეც წმინდანის ქრისტესათვის თავდადებული ადამიანის სახელწოდების ქუჩა, სადაც საკულტო ნაგებობა არის განლაგებული და მინდა მოგიწვიოთ, მობრძანდით, ძალიან გაგვიხარდება იქ მოსვლით. შეგიძლიათ ამოიცნოთ ჩვენი სამლოცველო, იმიტომ რომ დაწერილია ვულგატიდან სიტყვები იესო ქრისტე არის წუთისოფლის მხსნელი. სიტყვები, რაც იესო ქრისტემ დედაკაცს ჭასთან უთხრა, როდესაც ესაუბრებოდა მას და უცხადებდა მესიის შესახებ. იესო ქრისტე არის წუთისოფლის მხსნელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადარჩენა, როგორც საზოგადოების შესაძლებელია მხოლოდ დიალოგით. ეს ჩემი მეექვსე სოლო ამ შემთხვევაში არა დოქტრინალური ხასიათის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და მე მართლა ვიტოვებ იმედს და ვითხოვ მომცეთ პირობა, რომ კვლავ იქნებით ჩემი სტუმარი. ღმერთმაინებოს. თუ ღმერთმაინება და ცოცხალი დავრჩით. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.